ომის უმაღლესი ხელოვნება მტერზე ბრძოლის გარეშე გამარჯვება. სუნძი 2027 წლის 5 ოქტომბერი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ათობით ZBD-05 ტიპის ამფიბიური სადესანტო მანქანა ლინკოუს მახლობლად მდებარე პლაჟებზე დესანტირებას ახორციელებს. მათი მისია ნათელია: ტაივანის პირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევა და ათასობით ჯარისკაცისთვის პლაცდარმის უზრუნველყოფა, რომელთა გადმოსხმაც მომდევნო საათებში ამოსალოდნენ. მაგრამ როგორც კი ZBD-ები ქვიშაზე გადაინაცვლებენ, ტაივანელი ჯარისკაცები ცეცხლს ხნიან ხმელეთზე გამაგრებული პოზიციებიდან. ერთ-ერთ მანქანას კესტრელის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ხვდება და ის ცეცხლის ალში ეხვევა. ასე დაიწყო ჩინეთის კამპანია ტაივანის ანექსიის მიზნით. როგორი იქნებოდა სინამდვილეში ჩინეთის მიერ ტაივანში შეჭრა და რაც მთავარია, შეძლებდნენ თუ არა ტაივანი და შეერთებული შტატები ასეთი თავდასხმის მოგერიებას. მოდით ერთად გავარკვიოთ ომის სცენარების ეპიზოდში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს ძალიან კარგად გვეხმარება ვიდეოს გავრცელებაში. ასევე სანამ გავაგრძელებთ ომის სცენარის განხილვას, გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში, შეძლებს თუ არა თქვენი აზრით ჩინეთი ტაივანის აღებას. 2027 წელი. გეოპოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბული და არასტაბილურია. უკრაინაში ომი მეხუთე წელია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტს ემიჯნება. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა ევროპელი მოკავშირეები ახლა ხარჯების უმეტეს ნაწილს საკუთარ თავზე იღებენ. 2025 წლის ბოლოს, ახალი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიღების შემდეგ, ამერიკა სულ უფრო იზოლაციონისტურ პოზიციას იკავებს და თავისი ძალების ნაწილს მექსიკის საზღვარზე და კარიბის ზღვის აუზში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციებზე ამისამართებს. ეს ცვლილება აშფოთებს აშშ-ს მოკავშირეებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომლებიც შფოთავენ უსაფრთხოების გარანტიების შესუსტების გამო ჩინეთის მზარდი ზეწოლის ფონზე. ამ ატმოსფეროში 2027 წლის აპრილში პეკინში ცენტრალური სამხედრო კომისიის დახურული შეხვედრა იმართება. შეხვედრა, რომელიც მალე მსოფლიოს გლობალური კონფლიქტისკენ უბიძგებს. სხდომის დროს სი ძინპინი ასკვნის, რომ ტაივანის საკითხის მოსაგვარებლად ხელსაყრელი პირობები კონსოლიდირდა. მისი გათვლა რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება. 2021 წლიდან ჩინეთის ეკონომიკა შენელდა და კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობა სულ უფრო მეტად ნაციონალიზმზეა დამოკიდებული და არა ზრდაზე. ტაივანთან გაერთიანება, რომელიც ქვეყნის დიდი გაახალგაზრდავების კულმინაციად არის წარმოდგენილი, სი ძინპინის მემკვიდრეობის უზრუნველყოფისა და მისი მმართველობის განმტკიცების ცენტრალურ როლს ასრულებს. 2027 წელი ძლიერ სიმბოლიკას ატარებს. ამ წელს აღინიშნება სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 100 წლეული და მისი მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ეტაპი. PLA-ის მეთაურები თვლიან, რომ მათ საბოლოოდ მიაღწიეს ტაივანში შეწის უზარმაზარი რისკის აღების საჭირო შესაძლებლობების დონეს. მათ გამბედაობას ამტკიცებს აშშ-ს თავდაცვის ანალიტიკოსების შეფასებები, რომლებიც ეგრეთ წოდებული დევიდსონის ფანჯარას მოიხსენიებენ. ამ თეორიის თანახმად 2027 წლის შემდეგ ტაივანის სრუტეში სამხედრო ბალანსი იმდენად გადამწყვეტად გადაიხრება ჩინეთისკენ, რომ აშშ-ს ნებისმიერი ჩარევა უკიდურესად ძვირი გახდება და გარკვეულ პირობებში შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს. ამავდროულად ჩინეთის დემოგრაფიული პრობლემები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად სერიოზული, რომ შეზღუდოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ამბიციები. ამ კონტექსტში საბედისწერო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შეჭრა ოქტომბერში მოხდება, როდესაც ტაივანის სრუტეში ამინდის პირობები ყველაზე ხელსაყრელია. ამას მოჰყვება 6-თვიანი ფარული მობილიზაციის პერიოდი. პეკინისთვის მთავარი გამოწვევა ტაივანის და მისი მოკავშირეებისთვის შემუშენელად საოკუპაციო ძალების მობილიზებაა. უკრაინაში მიღებული რუსული გამოცდილების ინსტრუქციის მიხედვით, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია თავის გაძლიერებას რუტინულ საქმიანობად ნიღბავს. 2027 წლის მაისში აღმოსავლეთ თეატრის სარდლობა იწყებს მასშტაბურ წვრთნებს ერის დამცველის სახელით, რაც ოფიციალურ კონიუნქტურაში სეპარატისტულ პროვინციებზე რეაგირებას წარმოადგენს. წვრთნები ლეგიტიმაციას ძენს ფუძიანისა და ტაივანის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროების მძიმე განლაგებას. ამავდროულად მოდერნიზაციის ან კატასტროფების შედეგების აღმოფხვის საბაბით სანაპირო ზოლში ჩუმად ჩნდება საბრძოლო მასალის, საწვავის და მარაგების ბაზები. აშშ-სა და ტაივანის დაზვერვა ამჩნევს სამხედრო ძალების დაგროვებას, მაგრამ ვერ ახერხებს იმის თქმას, ეს ძალის დემონსტრირებაა თუ შეჭრისთვის მზადება. დაბნეულობა იზრდება, როდესაც ჩინეთის სახალხო დემოკრატიული არმია თავს არიდებს ამფიბიური გემების სამხედრო პორტებში კონცენტრირებას. ამის ნაცვლად ის სამოქალაქო ბორნებს ეყრდნობა, რაც მისი სამხედრო-სამოქალაქო შერწყმის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს გემები უზარმაზარ ტვირთამწეობას უზრუნველყოფენ, დაახლოებით 2,4 მილიონი ტონით.
ჩინეთის არმიის საზღვაო ძალების 370,000 ტონიან ბორნებთან შედარებით, მაგრამ ისინი უჯავშნო და შესაბამისად მარტივი სამიზნეები არიან. საიდუმლოების შესანარჩუნებლად ისინი აგრძელებენ კომერციულ ოპერაციებს, მობილიზაცია კი თავდასხმამდე სულ რაღაც 3-12 საათით ადრე გამოცხადდა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მიერ დესანტირებისთვის შემოდგომის არჩევა შემთხვევითი არ არის. ტაივანის სრუტეში ამინდი მასშტაბური ამფიბიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას მხოლოდ წელიწადში ორჯერ იძლევა გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ამ ფანჯრების მიღმა პირობები მძიმეა. ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე ტაიფუნების სეზონია, დამანგრეველი ქარებითა და მასიური ტალღებით, ხოლო ნოემბრიდან მარტამდე ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონები დომინირებს. ეს ყველა მხარემ იცის. ამიტომ, როდესაც პეკინი ოქტომბრამდე გააგრძელებს ერის დამცველის მწვრთნებს, აშშ-ს დაზორვა ეჭვგარეშე დარწმუნდება მის განზრახვებში. ჩინეთი ტაივანის საკითხის გადაჭრას იწყებს. შეჭრის გეგმების გამოვლენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ეს ტაიპეის და ვაშინგტონის მობილიზების დროს აძლევს. ამ სცენარში 15 სექტემბერს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დონალდ ტრამპის მაგიდაზე გასაიდუმლოებულ ანგარიშს ათავსებს. ის ტაივანის პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. თავდაცვისთვის მზადება დაუყოვნებლივ იწყება. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ჩუმად ზრდის მზადების დონეს, აუქმებს შვებულებას ძირითადი პერსონალისთვის და ნოემბრამდე ახანგრძლივებს ჰან კუანგის მწვრთნებს, რითაც უპრეცედენტო რაოდენობით რეზერვისტებს იძახებს. ტაივანის სამხედრო ძალები ანაწილებენ თავის ყველაზე ძვირფას აქტივებს. გამანადგურებლები გადადიან გამაგრებულ მიწისქვეშა ანგარებში, როგორიცაა ჩიაშანი და შიჟისანი, ხოლო ძირითადი საზღვაო ქვედანაყოფები ტოვებენ გადატვირთულ პორტებს ზუონგსა და სუაოში, ზღვაში გადასაჯგუფებლად. ინჟინერები იწყებენ ძირითადი ნავსადგურებისა და პლაჟებისკენ მიმავალი გზების წინასწარ დანაღვას. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებაზე გადადის. იზოლაციონისტური პოზიციის მიუხედავად ტრამპი ქორის პოზიციას იკავებს და ტაივანისთვის რომს ამერიკული ძალაუფლების მომავლისთვის ბრძოლად მიიჩნევს. კუნძულის დაკარგვა დაანგრევს პირველ კუნძულთა ჯაჭვს. იაპონიიდან ტაივანის გავლით ფილიპინებამდე მიმავალ ხაზს, სადაც ჩინეთის საზღვაო ფლოტია განლაგებული, რაც პეკინს წყნარ ოკეანეზე პირდაპირ წვდომას მისცემს და საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს ტერიტორიებს, როგორიცაა გუამი და მისი მოკავშირეებს, მათ შორის იაპონიასა და ფილიპინებს. ფსონები ასევე ეკონომიკურადაც მაღალია. ტაივანი აწარმოებს მსოფლიოში ნახევარგამტარების 60%-ზე მეტს, მათ შორის ყველაზე მოწინავე 90%-ზე მეტს. თუ ის დაეცემა, ჩინეთი მოიპოვებს კონტროლს ინდუსტრიაზე, რაც გლობალური მასშტაბით ეკონომიკური იძულების ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით უმოქმედობა შეარყევს აშშ-ს სანდოობას და არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს, მით უმეტეს დონალდ ტრამპს, არ სურს, რომ ახსოვდეთ როგორც ადამიანი, რომელსაც წყნარი ოკეანის რეგიონი ჩინეთთან წააგო. საპასუხოდ ტრამპმა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს დაავალა გადადგან ყველა საჭირო ნაბეჯი ტაივანის ჩინეთის აგრესიისგან დასაცავად. ინდო-პაკომი აძლიერებს სადაზვერვო ფრენებს სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეზე. ამასთანავე წყნარ ოკეანეში დამატებითი სამხედრო საშუალებები იგზავნება. F-22 რაპტორების და F-35 Lightning II-ების ესკადრილიები იაპონიაში აშშ-ს საჰაერო ბაზებზე ჩადიან. ხოლო გუამზე შორმანძილზე მოქმედი B-1 ლანსერის, B-52 სტრატოფორტესის და B-2 სპირიტის ბომბდამშენები განლაგდა. ამავდროულად ამერიკელი მეთაურები სტრატეგიული დილემის წინაშე დგანან. როგორ განათავსონ თავიანთი ყველაზე ღირებული აქტივები, ავიამზიდების დამტკმელი ჯგუფები ისე, რომ ისინი ჩინეთის მზარდი სარაკეტო არსენალის სრული ზემოქმედების ქვეშ არ მოექცნენ. ამერიკული საჰაერო ხომალდების ტაივანთან ახლოს გადაწევა მტკიცე სიგნალს გააგზავნის, თუმცა უზარმაზარ რისკსაც შეიცავს. CSIS-ის და სხვა სამხედროების მიერ ჩატარებული სამხედრო სიმულაციები მუდმივად აჩვენებს, რომ ჩინეთის სანაპიროსთან ძალიან ახლოს მოძრავი ავიამზიდები კონფლიქტის პირველივე დღეებში განადგურდებიან ჩინეთის გამანთავისუფლებელი არმიის კონცენტრირებული ბალისტიკური რაკეტების დარტყმებით. ინდო-პაკომთან სასწრაფო კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი უფრო ფრთხილ მიდგომას ირჩევს. შეკავება ჩავარდა და მთავარი პრიორიტეტი ხანგრძლივი ომისთვის ძირითადი აქტივების შენარჩუნება გახდა. ავიამზიდ ჯორჯ ვაშინგტონსა და რონალდ რეიგანის დამტკმელი ჯგუფები პოზიციებს იკავებენ ფილიპინების ზღვაში, პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის აღმოსავლეთით, ჩინური რაკეტების უმეტესობის მოქმედების რადიუსის მიღმა. ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტურად ცვლის მათ როლს. საწყისი დარტყმების ნაცვლად საზღვაო ავიამზიდები სარეზერვო ძალად იქცევიან, რომელიც საქმეში მხოლოდ მას შემდეგ იქნება ჩართული, რაც წყალქვეშა ნავები და შორმანძილზე მოქმედი ბომბდამშენები ჩინეთის თავდაცვითი ბარიერის ჩამოსვლა შეუდგებია. პოლიტიკური მანევრირება ისევე კრიტიკულია, როგორც სამხედრო
მჭიდრო მზადება. 25 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოულოდნელად ტოკიოში ჩადის. 2 დღის განმავლობაში ის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიაჩას ხვდება, რათა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების ტაივანის თავდაცვის მიზნით გამოყენებაზე მოლაპარაკებები გამართოს. გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა მთელი ომის შედეგი განსაზღვროს. სამხედრო სიმულაციები აჩვენებს, რომ ტაივანის დაცვა ოპერატიულად შეუძლებელია ამ ბაზებზე წვდომის გარეშე. ისეთი ობიექტები, როგორიცაა ოკინავაზე მდებარე კადენის საჰაერო ბაზა, რომელიც ტაივანიდან სულ რაღაც 600 კილომეტრში მდებარეობს, ჩაუძირავი ავიამზიდის ფუნქციას შეასრულებს, რაც აშშ-ის თვითმფრინავებს დღეში რამდენიმე გაფრენის საშუალებას მისცემს. მათ გარეშე ამერიკულ თვითმფრინავებს გუამიდან 2700 კილომეტრის დაშორებით, ან თუნდაც ჰავაიდან მოუწევთ საერთოდ ფრენა, რაც თითოეულ მისიას ლოგისტიკურ კოშმარად გადააქცევს, რაც მკვეთრად შეამცირებდა გაფრენების რაოდენობის მაჩვენებელს. თუმცა 1960 წლის აშშ იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად, ვაშინგტონმა ამ ბაზების იაპონიის პირდაპირ თავდაცვასთან დაკავშირებული მისიების გამოყენებამდე ტოკიოს თანხმობა უნდა მიიღოს. ამრიგად იაპონიის მთავრობა სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ხარი დაუჭიროს აშშ-ს და ჩინეთის სურიზიების რისკის ქვეშ დადგეს, პოტენციურად ბირთვული პასუხითაც კი, ან უარი თქვას და საფრთხეს შეუქმნას ალიანსს, რითაც ფაქტობრივად დროებით გადაიდება პეკინთან გარდაუვალი დაპირისპირება. ჩინეთის მხრიდან მზარდი მუხარის მიუხედავად პრემიერ-მინისტრი ტაკაიჩი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. ის შეერთებულ შტატებს იაპონური ბაზების გამოყენების ნებართვას აძლევს. თუმცა იაპონიის თავდაცვის ძალებს პირდაპირ ჩარევის ავტორიზაცია არ ეძლევათ, თუ ჩინეთი იაპონიის ტერიტორიას არ დაესხმება თავს. ამიტომ ტოკიო ირჩევს თანამშრომლობას პირდაპირ ჩართულობის გარეშე. სექტემბრის ბოლოსთვის ჩინეთის არმია სრულ მზადყოფნაში არის ტაივანში შეწვისთვის, თუმცა პეკინს ჯერ კიდევ აკლია ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. საომარი მოქმედებების საფუძველი, ანუ კასუს ბელი, რაც მას თავდასხმის გასამართლებლად სჭირდება. ამიტომ ის გადაწყვეტს მის ხელოვნურად შექმნას. 2027 წლის 30 სექტემბერს ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი რუტინული შემოწმების საბაბით კინმენის კუნძულებთან ახლოს ტაივანის სამოქალაქო ბორანზე ასვლას ცდილობს, ხოლო ტაივანის სანაპირო დაცვის კატერი ამაზე შეწინააღმდეგებას ცდილობს. შეტაკება ხანმოკლე, მაგრამ სასიკვდილო სროლაში გადაიზარდა. ქაოსში 2 ჩინელი ოფიცერი დაიღუპა. რამდენიმე წუთში ჩინეთის სახელმწიფო მედია ინციდენტს ამძაფრებს და მას ტაივანის აგრესიის არაპროვოცირებულ აქტად წარმოაჩენს. დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. პრეზიდენტი ტრამპი თავის სტილს არ ღალატობს, სი ძინპინს მკაცრი გაფრთხილებით მიმართავ და ჩინეთის მხრიდან ვითარების ესკალაციის შემთხვევაში სერიოზულ შედეგებს სპირდება. თუმცა პეკინი უკან არ იხევს. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია კინმენისა და მაცუს კუნძულების გარშემო საზღვაო ბლოკადას აცხადებს და ტაიბეის ულტიმატუმს უყენებს. 5 დღის ვადაში გადასცეს დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამწყვეტი ზომების მიღებას დაიწყებს. ტაივანი უარყოფს ულტიმატუმს. 2 ოქტომბერს ცენტრალური სამხედრო კომისია პეკინში იკრიბება საბოლოოდ შეჭრის გეგმის დასამტკიცებლად. ტაივანის წინააღმდეგ ოპერაციის პარალელურად ხელმძღვანელობა კრიტიკულ საკითხებზე მსჯელობს, როგორ გაუმკლავდნენ აშშ-სა და იაპონიის სამხედრო ჩარევას. ჩინეთის დაზურვამ დაადასტურა ამერიკული საჰაერო ძალების ზრდა იაპონიაში განთავსებულ ბაზებზე, რაც პოლიტბიუროს აიძულებს სამსახიფათო ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებას. თუ პეკინი უგულებელყოფს ამ განლაგებას და აშშ ომში ჩაერთვება, ამერიკულმა თვითმფრინავებმა შესაძლოა ჩინეთის საოკუპაციო ფლოტი რამდენიმე დღეში გაანადგურონ. იაპონიასა და გუამში აშშ-ის ბაზებზე პრევენციულმა დარტყმამ შესაძლოა ამერიკის საჰაერო ძალები აფრენამდე შეამციროს და ჩინეთის ტაივანზე პლაცდარმი უზრუნველყოს. თუმცა ეს ასევე აშშ-სთან და იაპონიასთან სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. ეს განსაცვიფრებელი ესკალაცია, რომელზეც პეკინი მაინც შეიძლება წავიდეს. თუ დაიჯერებს, რომ ტაივანის დამორჩილება შესაძლებელია მანამ, სანამ ვაშინგტონი საწყისი დარტყმების შოკისგან გამოსვლას მოასწრებს. და ბოლო ვარიანტია ჯერ ტაივანზე თავდასხმა და მოგვიანებით აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა. თუ ვაშინგტონი ჩაერევა კონფლიქტში, ეს ვარიანტი ესკალაციაზე მეტი კონტროლს აძლევს პეკინს. თუმცა მას სერიოზული ნაკლი აქვს. როგორც კი აშშ-ის თვითმფრინავები ჰაერში გაიშლებიან, ალტერნატიულ ბაზებზე გადავლენ, დაგვიანებული დარტყმა გაცილებით ნაკლებ შედეგს გამოიწვევს. სამხედრო სიმულაციები ხაზს უსვამს ფსონებს. ჩინეთთან სიმულირებულ კონფლიქტებში აშშ-ის თვითმფრინავების დანაკარგების დაახლოებით 90% ადგილზე, ანუ აფრენამდე ხდება. წყნარ ოკეანეში შეზღუდული გამაგრებული თავშესაფრების გამო. ამ გაცვლების წინაშე დგომისას სი ძინპინი ირჩევს ყველაზე სარისკო, მაგრამ პოტენციურად ყველაზე გადამწყვეტ კურსს. პირველივე დღეს ჩინეთი დარტყმას მიაყენებს არა მხოლოდ ტაივანს, არამედ აშშ-ის ბაზებს იაპონიასა და გუამში. 5 ოქტომბერს ადგილობრივი გამთენიის 2 საათზე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია იწყებს საომარ მოქმედებებს. ჩინეთის სწრაფად და ძლიერი ბიძგით იწყებს მოძრაობას. მიზანი არ არის თანდათანობითი ესკალაცია, არამედ სწრაფი შოკის მონგრელი დარტყმა, რომელიც მიზნად ისახავს ტაივანის დამცველების გატეხვას და მათი მოკავშირეების შეშინებას. ჩინეთის არმიის სარაკეტო ძალები ტაივანის სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს იწყებენ. შეტევა მრავალშრიანია და ასახავს რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობის ადრეული პრობლემების
სისტემებიდან მიღებულ გაკვეთილებს. პირველი ზალპიდან ჩინელები ათასობით იაფასიან დრონს აგზავნიან დამცველების დასაბნევად და ტაივანის საჰაერო თავდაცვის ქსელში შეღწევის ხელშესაწყობად. ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ეცემა საჰაერო ბაზებს სინჩუიში, ტაოიუანში, ჩინგჩუანკანგში და ჩაიაში, საზღვაო პორტებს ზუაინგში და სუაოში, ადრეული გაფრთხილების რადარების ძირითად ადგილებს, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფეივ-ფავს ლეშანის მთაზე, C4IS არის კვანძებს და სამთავრობო შენობებს ტაიპეიში. ამავდროულად ძლიერი დარტყმები ხორციელდება წინ მდებარე ბასტიონებზე, პესკადორესისა და კაინმენის არქიპელაგებზე. წინასწარი გაშლის ზომების მიუხედავად, ტაივანი მძიმე დანაკარგებს განიცდის. CSIS-ის მიერ ჩატარებული სამხედრო სიმულაციები ვარაუდობს, რომ ტაივანის საწყის ფაზაში თავისი საჰაერო ძალებისა და ფლოტის უმეტეს ნაწილს დაკარგავს. ამაზე რამდენიმე ფაქტორი ხსნის. პირველი მასშტაბი. ტაივანის შეზღუდული რაოდენობის გამაგრებული თავშესაფრები აქვს და ლოგისტიკურად შეუძლებელია ყველა დანაყოფის უსაფრთხოდ გაფანტვა განუსაზღვრელი ვადით. მეორე, ჩინეთის სტრატეგია ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურის დაზიანებას, რომელიც თვითმფრინავებსა და გემებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ და არა ყველა პლატფორმის პირდაპირ განადგურებას. გადარჩენილი თვითმფრინავები ფაქტობრივად თავშესაფრებში რჩებიან ხაფანგში, როდესაც ასაფრენი ბილიკები და სამოძრაო ბილიკები კრატერებითაა დაფარული. ხომალდები, რომლებიც ზღვაში არიან, ვერ ბრუნდებიან დაბომბილ პორტებში საწვავისა და საბრძოლო მასალის მისაღებად. ამრიგად, მოწინააღმდეგის ნეიტრალიზება მოითხოვს მისი ბრძოლის უნარის ნივილირებას და არა თითოეული აქტივის განადგურებას. რამდენიმე შედარებით უსაფრთხო ბაზაა ჩიაშანისა და შიზიშანის მიწისქვეშა ჰაბები, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 75-დან 200-მდე თვითმფრინავი შეიფარონ, მაგრამ მათი ასაფრენი ბილიკების შეკეთებას მინიმუმ 2 კვირა დასჭირდება, თუ თავდასხმები გაგრძელდება. ტაივანის ბაზებზე კინეტიკური დარტყმების განხორციელებას თან ახლავს მასიური კიბერ და ელექტრონული შეტევების კამპანია. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის კოსმოსური და საინფორმაციო მხარდაჭერის ძალები ცდილობენ ტაივანის ადრეული გაფრთხილების სისტემების დაბრმავებას, თანამგზავრებზე კიბერშეტევებისა და ჩახშობის გზით, ასევე წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრით. რაკეტების შეტევის დაწყებისთანავე ჩინეთის არმიის საზღვაო და საჰაერო ძალები იწყებენ ოპერაციებს ტაივანის სრუტეზე სრული კონტროლის მისაღებად და ტერიტორიაზე მჭიდრო წვდომის შეზღუდვის ზონის შესაქმნელად. ჩინეთის სამხედრო ხომალდები პოზიციებს იკავებენ ფილიპინების ზღვაში, ტაივანის აღმოსავლეთით და ქმნიან თავდაცვით კორდონს, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს ნებისმიერი მოახლოებული საზღვაო ძალების, განსაკუთრებით კი ავიამზიდების დამრტყმენი ჯგუფების ჩაჭრას და მათთან ბრძოლას. ამასობაში ჩინეთის არმიის სარაკეტო და საჰაერო ძალები აგრძელებენ დაუნდობელ დარტყმებს, რათა გაანეიტრალონ ტაივანის დარჩენილი შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეექმნან გზაში მყოფ ფლოტს. ნადირობენ მოძრავ ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტების გამშვებებსა და დარჩენილ საჰაერო თავდაცვის ბატარეებზე. ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტივის თანახმად, ტაივანი ომის დაწყების ზალპის ერთადერთი სამიზნე არ არის. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ერთდროულად ახორციელებს პრევენციულ დარტყმებს იაპონიასა და გუამზე განლაგებულ აშშ-ს ბაზებზე. იაპონიაში თავდასხმები კონცენტრირებულია ძირითადად საჰაერო ბაზებზე: კადენა, მისავა, ივაკუნი და იაკოტა. მოკლ რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, როგორიცაა DF-15 და DF-16, რომელთაგან ბევრი კასეტური ქობინებითაა ეს აღჭურვილი, ასაფრენ ბილიკებს ურტყამენ და ათობით მიწაზე მყოფ ამერიკულ თვითმფრინავს ანადგურებენ. დანაკარგები კატასტროფულია, რაც თვითმფრინავების გამაგრებული თავშესაფრების შეზღუდული რაოდენობის პირდაპირი შედეგია. ეს რეგიონში აშშ-ს საჰაერო ძალებს მასიური სარაკეტო დარტყმების მიმართ მაღალ დაუცველობას ავლენს. პრობლემის მასშტაბები აშკარაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ტაივანიდან 1000 საზღვაო მილის რადიუსში მხოლოდ 2 გამაგრებული თავშესაფარი ააშენა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ასევე ურტყამს გუამს, აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარ ცენტრს. ანდერსენის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმისთვის ჩინეთის არმია იყენებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ DF-26 რაკეტებს, რომელსაც ჩინელები გუამის მკვლელს უწოდებენ. სამიზნეებში შედის ასაფრენი ბილიკები, საწვავის საწყობები, სამეთაურო კვანძები და უპირველეს ყოვლისა მყარსაფარიანი სადგომები, რომლებიც იცავენ B1B, B52 და B2 ბომბდამშენებს. აშშ-ს საჰაერო ძალების დანაკარგი იქ სერიოზულია. გუამს არ აქვს გამაგრებული თვითმფრინავების თავშესაფრები. CSIS-ის მონაცემების საბაზისო მაჩვენებლად გამოყენებით, ჩვენი შეფასებით, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის პრევენციული დარტყმა შეიძლება დამანგრეველი იყოს და მიწაზე არსებული თვითმფრინავების უმეტესობა გაანადგუროს. თუ აეროდრომებზე დარტყმები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, თვითმფრინავების 90%-მდე შეიძლება მიწაზევე დაიკარგოს. ჯამურად ეს კონფლიქტის განმავლობაში აშშ-ს დაახლოებით 400, ხოლო იაპონიისთვის დაახლოებით 140 თვითმფრინავის დანაკარგს ნიშნავს. საწყისი შოკის მომგვრელი დარტყმების შემდეგ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ოპერაციის გადამწყვეტ
ფაზაში გადადის. სადესანტო ძალების ტაივანის სრუტის გასწვრივ გადაყვანა და სანაპირო ზოლზე პლაცდარმის უზრუნველყოფა. პეკინი ტაქტიკური არჩევანის წინაშე დგას. პირდაპირ ტაივანზე გადასხდომა ან პესკადორეს დაკავება. ვარიანტი, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ. პესკადორეს კუნძულები ტაივანიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს და ისტორიულად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ კუნძულზე ნებისმიერი მასშტაბური შეტევის დროს. მათი დაკავება ჩინეთის არმიას უსაფრთხო პლაცდარმს შეუქმნის და დესანტის ფლოტისთვის პირდაპირ საფრთხეს მოაშორებს. თუმცა იქ მდებარე ტაივანის არმიის გარნიზონი დაახლოებით 5000 ჯარისკაცი, რომელსაც მხარს უჭერს არტილერია, რაკეტები და გამაგრებები, ძვირი დაждდება. ამ პატარა კუნძულებზე გაჭიანურებული ბრძოლები ძირითადი დესანტირებების ოპერაციებს შეაფერხებდა. ამ მიზეზით ჩინეთის არმია პესკადორეზე სრული შეტევის განხორციელებას არ აპირებს და გარნიზონის შახშობას კონცენტრირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით გეგმავს. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ოპერატიული დილემიდან, რომელიც წინაშედაც ჩინეთის სახალხო დემოკრატიული არმიის სარდლობა დგას. ტაივანის გეოგრაფია მკვეთრად ზღუდავს სიცოცხლისუნარიან სადესანტო ზონებს. აღმოსავლეთ სანაპირო ციცაბო კლდეებითაა დაფარული, ამიტომ მასშტაბური სადესანტო ოპერაციები მხოლოდ დასავლეთიდან არის შესაძლებელი და იქაც კი მხოლოდ ათეულ პლაჟს აქვს საჭირო სიღრმე და შიდა მარშრუტები. ამ პლაჟებიდან უკან რელიეფი სწრაფად ვიწროვდება, პროგნოზირებად თავდაცვით დერეფნებად, მდინარეები, ქალაქები, ვიწრო ვაკეები და მთები, რომლებიც ნებისმიერ თავდასხმას მანევრს უზღუდავს. სამხრეთი უფრო მარტივ სადესანტო სივრცეს და კაოსიუნგის პორტთან წვდომას უთავაზობს, თუმცა ის ტაიპეიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ რელიეფზე, ამიტომ ნებისმიერი წინსვლა სწრაფად დაკარგავს იმპულსს. ჩრდილოეთი დედაქალაქზე სწრაფი დარტყმის შანსი იძლევა, თუმცა იქ კონცენტრირებულია ტაივანის ძალების დაახლოებით 46%, რაც ჩრდილოეთის დესანტს განსაკუთრებით ცალისკოს აქცევს. ომის სიმულაციები როგორც წესი სამხრეთის დესანტს ემხრობა, თუმცა თუ პეკინს სურს ამერიკელების უკვე აღსრულებული ფაქტის წინაშე დაყენება, მაშინ ფსონი ჩრდილოეთზე დაიდება. ჩვენ სცენარში ჩინეთი თავისი თავდასხმის ძალების დაახლოებით 80% ჩრდილოეთისკენ აგზავნის, დანარჩენს კი დამხმარე და დივერსიული ოპერაციებისთვის ტოვებს. დრაკონი დესანტირდა. ჩინური ამფიბიური დოქტრინა სამგანზომილებიან დესანტირებას ითვალისწინებს, რომელიც აერთიანებს საჰაერო ვერტმფრენებით და ზღვისგან განხორციელებულ დესანტებს. სრუტის გადაკვეთა თითქმის რაკეტების დარტყმებთან ერთად იწყება. გამთენიოს 4 საათზე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო სადესანტო ბრიგადების ასობით სადესანტო ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე კვეთს სრუტეს. მათი მიზანია სანაპირო გზების დაკავება, სანაპირო არტილერიის ნეიტრალიზება და ძირითადი დესანტისთვის პლაჟებთან მისასვლელების განთავისუფლება. უპირველეს ყოვლისა ტაიპეის პორტების დაკავება, რაც აუცილებელია სამოქალაქო ბორნებიდან მძიმე ტექნიკის გადმოსატვირთად. ამავდროულად სატრანსპორტო თვითმფრინავები საჰაერო კორპუსის მედესანტეებს ჩამოსვამენ. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ტაიპეის გარეუბანში მდებარე ტაოიუნის საერთაშორისო აეროპორტია. ტაოიუნას აღება რუსების მიერ 2022 წლის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ფაზაში ჰოსტომელის დაკავების მცდელობის ანალოგი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მძიმე ტექნიკისა და შემდგომი ტალღებისთვის დედაქალაქში სწრაფი საჰაერო ხიდის შექმნის საშუალება. თუმცა ეს ფაზა უკიდურესად სახიფათოა. მედესანტეები მსუბუქად არიან აღჭურვილნი და ისინი განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, თუ მძიმე ძალები სწრაფად არ შეუერთდებიან მათ. ამ ოპერაციის წარმატება მთელი დესანტის განმავლობაში უნაკლო სინქრონიზაციაზეა დამოკიდებული. დაახლოებით დილის 5 საათზე გამთენიისას ლინკოუს პლაჟებზე და სინვუს მახლობლად ამფიბიური სადესანტო ოპერაციის პირველი ტალღა დაიწყო. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამფიბიური ტექნიკის გამოყენებით თავდაპირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევას და პლაჟების აღებას ისახავს მიზნად. მიზანია ტაოიუანში საჰაერო სადესანტო დანაყოფებთან სწრაფი შეერთება და შემდეგ ტაიპეიზე შეტევა. პირველი ტალღა რამდენიმე 1000 ჯარისკაცს და რამდენიმე ასეულ ამფიბიურ მანქანას ითვლის. ამავდროულად მცირე ზომის დესანტი სავარაუდოდ 1 ან 2 ამფიბიური ბრიგადა თავს ესხმის ტაიჩუნგის ტერიტორიას, რათა დაიკავოს ტაივანის სიდიდით მეორე პორტი და ჩინგ-ჩუანგ კანგის საჰაერო ბაზა. აქ წარმატების შემთხვევაში მეათე არმიის კორპუსი შეჩერდება და კუნძული გაიყოფა, რაც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დამატებით ძალების გადასროლას შეფერხებას გამოიწვევს. ილანის რაიონში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმები შეზღუდულ რეიდს ატარებენ. მათი მიზანი ტერიტორიის დაკავება კი არა, ილანის ვაკიდან ტაიპეამდე მიმავალი ძირითადი გვირაბებისა და გზების გადაკეტვაა, რათა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილიდან დედაქალაქში ტაივანური დამატებითი ძალების გადაჯგუფება შეფერხდეს. როგორც კი ჩინური ფლოტი კუნძულს უახლოვდება, ტაივანის ძალები
იერიში იწყებენ სადესანტო ხომალდებზე. მობილური სარაკეტო სისტემები, როგორიცაა Swing Fang 2 და 3, გამანადგურებელი აღმოჩნდება ზედაპირული გემებისთვის, განსაკუთრებით უჯავშნო ბორნებისთვის. ზოგიერთი სადესანტო ხომალდი ნაპირამდე მისვლამდე იძირება, თუმცა სადესანტო ფლოტი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ PLA-ის ჯარებმა მაინც მიაღწიონ კუნძულს. ტაივანის სანაპიროებთან მისვლამდე ტაივანის სამხედრო ძალების ძლიერი სარაკეტო ცესლის შედეგად შემოჭრილი ფლოტის ნაწილი განადგურებულია. მიუხედავად ამისა, არმადა უზარმაზარია და დანაკარგების მიუხედავად ჩინეთის სახალხო გამანთავისუფლებელი არმიის ჯარები მაინც ახერხებენ ხმელეთზე გადასვლას. თუმცა სანაპირომდე მიღწევა მხოლოდ დასაწყისია. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა. კარგად შენიღბული თავდაცვითი პოზიციებიდან ტაივანის არტილერია, ნაყოფმტყორცნები და ტანსაგზინააღმდეგო რაკეტები გამანადგურებელ ცეცხლს ხსნიან. რამდენიმე წუთში ლინკოუსა და სინუს პლაჟების სიკვდილის ველებად იქცევა. თუმცა ჩინეთის სახალხო გამანთავისუფლებელმა არმიამ ასეთი წინააღმდეგობისთვის მზადება უკვე დაიწყო. დრონები ამ ჩიხის გადალახვის საკვანძო იარაღი იქნება. სადაზვერო და დამრტყმელი დრონების ხროვა ამფიბიური ხომალდებიდან და დამხმარე ბარჟებიდან სანაპიროს სრულად აქცევს დარტყმის ქვეშ. ისინი უზრუნველყოფენ შეუდარებელ სიტუაციურ ხედვას და უზუსტეს დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ, აფიქსირებენ დამალურ ტაივანურ პოზიციებს და აკონტროლირებულად უტყამენ. დიდი დანაკარგების მიუხედავად პირველი შეტევის ტალღა ახერხებს თავდაცვითი ხაზის გარღვევას. საღამოსთვის ჩინეთის სახალხო გამანთავისუფლებელმა არმიამ ნინკოუსა და ტაიჩუნგის მახლობლად პლაცდარმების შექმნა, ხოლო საჰაერო თავდასხმის ბრიგადამ წარმატებით აიღო ტაიპეის პორტი. კარგი ამბავი ასევე მოდის ტაიოუანის აეროპორტიდან, სადაც ჩინეთის სახალხო გამანთავისუფლებელმა არმიამ ტერმინალი აიღო და დაზიანებული ასაფრენი ბილიკები გახსნა, რაც პოტენციურად დამატებითი ძალებისთვის საჰაერო ჰიდის შექმნას უწყობს ხელს. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც ცდილობდნენ ტამსუის მდინარეზე გაბედული შეტევის განხორციელებას, რომლის მიზანიც ტაიპეის ცენტრში შეღწევა და ტაივანის ხელმძღვანელობისთვის თავის მოკვეთა იყო, სასტიკ წინააღმდეგობას შეეყარა. ტაივანის სამხედრო ძალებამ მდინარე დანაღმეს და ბარიერები აღმართეს. ჩინელი კომანდოსები სასიკვდილო ხაფანგში აღმოჩნდნენ. 80%-მდე დანაკარგების შემდეგ გადარჩენილები დიზორგანიზებულად იხევენ უკან. ამ დროისთვის ტაივანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელუხლებელი რჩება. დღე მეორე, დილის 3-ის ნახევარი. ვაშინგტონში გაერთიანებული შტაბები იაპონიასა და გუამზე აშშ-ის ბაზებზე დარტყმის შესახებ იუწყებიან. პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გასცემს ძალის გამოყენების უფლებას, კონგრესს ომის ოფიციალურად გამოცხადებას თხოვს და მკაცრ პოზიციას იკავებს, მყისიერ გადამწყვეტ რეაგირებას ირჩევს. ტაივანის გარშემო აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ფლოტი, რომლებიც წინასწარ იყო განლაგებული, ახლა სრუტეში ჩინეთის ფლოტზე ნადირობას იწყებს. CSIS-ის სამხედრო სიმულაციების მიხედვით ერთ ამერიკულ წყალქვეშა ნავს 84 საათში დაახლოებით 2 დიდი სადესანტო ხომალდის და 2 ესკორტირების გემის განადგურება შეუძლია. ესკადრილიას, ანუ 4 ნავს კი იმავე დროში დაახლოებით 16 გემის წყობრიდან გამოყვანა შეუძლია, რაც ჩინელების დამატებითი ძალების დესანტირების შენელებას გამოიწვევს. თუმცა ნადირობა სარისკოა. ჩინური კორვეტები, საპატრულო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები აქტიურ კონტრშეტევაზე გადადიან, ხოლო სრუტის მისადგომები შესაძლოა დანაღმულიც იყოს. CSIS-ის შეფასებით, კონფლიქტის საწყის ფაზაში აშშ-ის წყალქვეშა ნავების დანაკარგები შეიძლება დაახლოებით 20%-ით გაიზარდოს ყოველ 3 ნახევარ დღეში. ამერიკის საზღვაო ძალების ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია. ზოგიერთი კორპუსი ჩინურ სტრატეგიულ დანაყოფებს უნდა დააკვირდეს, ამიტომ ამერიკული წყალქვეშა ნავები ციკლურად მოქმედებენ. ნადირობა, გუამში ან იოკუსუკაში დაბრუნება შესავსებად, შემდეგ კი ისევ ოპერაციაზე გასვლა, რაც ხელს უშლის ზეწოლის პერმანენტულ შენარჩუნებას. იაპონური წყალქვეშა ნავებიც ერთვებიან საქმეში. ისინი ფარავენ სხვა სექტორებს, რათა თავიდან იქნას აცილებრული მეგობრული ცეცხლი. ისინი ესკორტებსა და პორტიდან გამავალ გემებს ურტყამენ. სექტორში გადარჩენილ აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰავაიდან და კონტინენტური ამერიკიდან მოფრენილი თვითმფრინავები უერთდებიან. იწყება მასიური დარტყმა ჩინელების კოლონებზე. B1 და F-18E F-თვითმფრინავები შორმანძილზე მოქმედი AGM-158 CLRASM ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით იწყებენ შეტევებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ შეუძლიათ ჩინურ არმადაზე უსაფრთხო მანძილიდან დარტყმა, მაგრამ მარაგები შეზღუდულია, რაც რთულ ტაქტიკურ არჩევანს ქმნის. LRASM-ები ჩინეთის საზღვაო ტრანსპორტის განადგურების ოპტიმალური იარაღია, თუმცა ამჟამინდელი წარმოებისა და მარაგების ტენდენციების გათვალისწინებით, შეერთებულ შტატებს 2027 წლის ოქტომბერში დაახლოებით 450 LRASM-ი ექნება. ოპტიმისტური შეფასებით კი 600-მდე. ეს საკმარისია პეკინისთვის სერიოზული ლოგისტიკური ზიანის მისაყენებლად, მაგრამ არა შეჭრის შესაჩერებლად.
ამის საპირისპიროდ აშშ-ის ინვენტარში დაახლოებით 6000 JASSM ER ტიპის ფრთოსანი რაკეტაა, თუმცა ეს რაკეტები ამჟამად საზღვაო დარტყმებისთვის არ არის კონფიგურირებული. მოდიფიკაციები მიმდინარეობს, მაგრამ ამჟამად ისინი ძირითადად პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ გამოყენებაზეა გათვლილი. ამ სცენარის მიზნებისთვის ჩვენ ვარაუდობთ, რომ JASSM ER არაეფექტური აღმოჩნდება საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ. ფილიპინების ზღვაში წინასწარ განლაგებული ავიამზიდები USS George Washington და USS Ronald Reagan სტრატეგიული რეზერვის ფუნქციას ასრულებენ. მათი F-18-ები ხელოდებიან მანამ, სანამ წყალქვეშა ნავები და შორმანძილზე მოქმედი ბომბდამშენები ჩინეთის თავდაცვის რკალს დააზიანებენ. ისინი ბრძოლაში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვებიან, რაც LRASM მარაგი ამოიწურება და მოკლე რადიუსის იარაღის გამოყენება გახდება საჭირო. ნაბიჯი, რომელიც აშშ-ის ძალებს ახლო ბრძოლაში ჩართვას აიძულებს. ასეთი პოზიცია მინიმუმამდე ამცირებს ავიამზიდების დაკარგვის რისკს, მაგრამ ასუსტებს სწრაფი რეაგირების და დარტყმის ძალას. ხოლო იაპონიასა და გუამის ბაზებზე დარტყმების შემდეგ ვაშინგტონს არ აქვს ავიამზიდების დაკარგვის უფლება. სანაპიროს თავდაცვა. დიდ-დღე +1. მეორე დღეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ნაპირზე მეორე ტალღას აგზავნის და ნაპირზე ძალებს აერთიანებს. ლინკოუს სანაპიროდან წამოსული დანაყოფები აღმოსავლეთისკენ მიემართებიან, რათა ტაოიუნში მედესანტეებს შეუერთდნენ და ტაივანის 552 ჯავშანტექნიკის ბრიგადის კონტრშეტევასთან ერთად პირველი მძიმე ჯავშანტექნიკის შეტაკებაც იწყება. სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად საღამოსთვის ჩინეთმა შეიძლება ლოკდაუნიდან ტაოიუსკენ აეროპორტამდე გაფართოებული პლაცდარმი შექმნან, რომელიც მატერიკიდან მუდმივად გაძლიერდება. ამ ეტაპისთვის სანაპიროზე ჩინეთს შეიძლება დაახლოებით 12000 ჯარისკაცი ჰყავდეს. CSIS-ის სამხედრო სიმულაციებმა აჩვენა, რომ PLA-ს შეუძლია დაახლოებით 8000 ჯარისკაცის გადმოსხმა პირველ დღეს და დაახლოებით 16000 ჯარისკაცის გადმოსხმა პირველი სამნახევარი დღის, ანუ 84 საათის განმავლობაში. ჩვენ სცენარში ჩვენ ვარაუდობთ, რომ პეკინისთვის ოდნავ უფრო ოპტიმისტური პირობებია, ამიტომ ნაპირზე ოდნავ მეტი რაოდენობა კონცენტრირდა. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კლასიკური ლოგისტიკური პარადოქსი. თითოეული დამატებითი ჯარისკაცის მიერ ნაპირზე დადგმული ფეხი ნიშნავს, რომ მათ მეტი საბრძოლო მასალა, საწვავი და საკვები სჭირდებათ, რაც სწრაფად ამცირებს მათი შენარჩუნების შესაძლებლობებს. საფასუხოდ ტაივანის მე-6 კორპუსი ბრძანებს ინტენსიური დარტყმების განხორციელებას ტაიპეის პორტსა და ტაოიუნას სასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე. ასაფრენ ბილიკებისა და ნავსადგურის ინფრასტრუქტურის დაზიანება ანელებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გამაგრებისა და ლოჯისტიკურ ნაკადს, რაც დროს აძლევს ტაივანის ჯარს შეასუსტოს ან ჩამოშალოს ჩინეთის გეგმები. ამასობაში ტაიჩუნგის პლაცდარმი იზრდება, რაც ტაიპეის სარდლობას აშფოთებს. თუ ის გაძლებს, ეს კუნძულის ცენტრალური საკომუნიკაციო ღერძს საფრთხეს შეუქმნის. მე-10 არმიის კორპუსს ბრძანება მიეცა, რაც შეიძლება სწრაფად გაანადგუროს ეს პლაცდარმი. პირველი კვირა ნაპირზე სასტიკ დაძაბულ ბრძოლებში ჩაეფლობა. ტაივანის დანაყოფები დაუნდობლად კონშეტევებს ახორციელებენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებლობა ეძლევათ და ცდილობენ დამპყრობლების ზღვაში უგდებას. მოკავშირეთა დაუნდობელი დარტყმები მიმართულია შემოჭრის ფლოტზე, რათა პეკინის ლოჯისტიკა ჩამოშალონ. მომარაგების გარეშე პლაცდარმის შენარჩუნება შეუძლებელია. LRASM რაკეტები დიდ დანაკარგს იწვევს, თუმცა მოკავშირეთა მარაგი, რომელიც დაახლოებით 450 რაკეტას შეადგენდა, პირველივე კვირაში ამოიწურა. ამ ბრიგადს საზღვაო კამპანია იძულებულია გადავიდეს AGM-158B JSM რაკეტებზე, იარაღზე, რომელიც არ არის ოპტიმიზირებული სახომალთ საწინააღმდეგო მისიებისთვის. ეს შეუსაბამობა ამერიკული სარდლობისთვის ტაქტიკური პრობლემების კასკადს ქმნის. პირველ რიგში შემოჭრის ფლოტი ნაკლებად დაუცველი ხდება შორმანძილზე მოქმედი სტაბილური დარტყმების მიმართ. საზღვაო სამიზნეებზე დარტყმების გასაგრძელებლად აშშ-ის საჰაერო ძალებმა უნდა გამოიყენონ მოკლე რადიუსის საბრძოლო მასალა, JSM-ები და JSO პლანირებადი ბომბები და მსგავსი, რაც მოითხოვს თვითმფრინავების მოქმედების ბრძოლის ველთან უფრო ახლოს მისვლას. მეორეც, ეს ოპერაციული შეზღუდვა აიძულებს დაბალი შემჩნევადობის გამანადგურებლებს შეახციონ სადავო საჰაერო სივრცეში ჩინეთის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჩინეთის არმიის გამანადგურებლების პატრულირების ზონაში. შედეგად ხდება უფრო ხშირი, მაღალი ინტენსივობის საჰაერო შეტაკებები და საშიში ახლო დაპირისპირებები საჰაერო თავდაცვის სისტემებთან. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მოკავშირეთა თვითმფრინავების დანაკარგებს. საჰაერო ბრძოლა კვლავ სასტიკი და დამანგრეველი რჩება. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ავიაცია, რომელიც მოქმედებს ხელუხლებელი მატერიკული ბაზებიდან, სარგებლობს სტრუქტურული უპირატესობებით, გაცილებით მოკლე ფლენის დრო, უფრო მაღალი ლოჯისტიკური შესაძლებლობები და სწრაფი როტაცია.
ამის საპირისპიროდ აშშ-ს და იაპონიის ძალები მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად უფრო წარმატებულები და უკეთ გაწვრთნილები არიან, შეფერხებულები მოქმედებენ დაზიანებული და დეგრადირებული ბაზებით, ლოჯისტიკის მოშლით და შემდეგი სარაკეტო დარტყმების მუდმივი საფრთხით. ეს ზღუდავს გაფრენების რაოდენობას და ქმნის მუდმივი ოპერატიული შეფერხებების მოცემულობას. პეკინის პრიორიტეტია ტაივანის სრუტეზე უწყვეტი საბრძოლო საჰაერო პატრულირების შენარჩუნება, რათა დაიცვას სადესანტო ფლოტი და უზრუნველყოს სახმელეთო ძალების ახლოს საჰაერო მხარდაჭერა. მოკავშირე მეთაურები რთული არჩევანის წინაშე დგანან. შეზღუდონ ჩინეთის საჰაერო უპირატესობა პირდაპირ ტაივანზე, რითაც ძალიან მაღალ დანაკარგს უნდა შეეგუონ, ან შეეცადონ გვერდი აუარონ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გამანადგურებლებს, რაცა დაარტყან სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად სადავო და უსაფრთხო სივრცეებიდან. პრაქტიკაში ისინი აერთიანებენ ამ ვარიანტებს. F-22-ები ცდილობენ დროებით დერეფნების შექმნას, რათა F-35-ებმა და F-18-ებმა შეძლონ გემებამდე მისვლა და დარტყმა იარაღის ფართო ნომენკლატურით. ეს ძალისხმევა მხოლოდ პერიოდულ ადგილობრივ უპირატესობებს იძლევა, ვიდრე ამრიგად რეგიონალურ უპირატესობას. ომის მეორე კვირაში სტრატეგიული სურათი შემდეგნაირად გამოიყურება. ამერიკის ძალა შემცირებულია იაპონიასა და გუამში განლაგებულ ბაზებზე ჩინეთის თავდასხმების შედეგად. ჩინეთმა სატრანსპორტო ფლოტის დაახლოებით 30% დაკარგა, თუმცა მაინც ახერხებს სანაპირო ზოლის მომარაგებას. ამასობაში აშშ-ს რასმ რაკეტების მარაგი ამოიწურა. თავად კუნძულზე ამჟამად დაახლოებით 30,000 ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცია განლაგებული. და მაინც ჩინეთისთვის ამ ერთი შეხედვით ხელსაყრელი მოვლენების მიუხედავად ჩინური არმიის უმაღლესი სარდლობა სრულად კმაყოფილი ვერ არის. ადგილზე სიტუაცია სულ უფრო სახიფათო ხდება. ტაივანის ძალები ჩრდილოეთში წარმატებული ჩინური დესანტირების საწყისის შოკის შემდეგ აზრზე მოვიდნენ. ყოველი გასული დღე და ყოველი კვადრატული კილომეტრი ტაივანის არმიის თავდაცვას აძლიერებს. ურბანული ომი ჩინეთის არმიისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, რადგან ტაივანის ჯარები ქალაქის რაიონებს ციხესიმაგრეებად აქცევენ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ტაივანის არტილერია აგრძელებს ტაიპეისა და ტაიჩუნგის პორტების, ასევე ტაიოუენის სასაფრენი ბილიკების დაბომბვას. ნავმისადგომები და ასაფრენი ბილიკები კრატერებითაა დაფარული და დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი ინჟინრები ახერხებენ შეკეთებას, პლაჟებისკენ მიმავალი მომარაგების ნაკადი კვლავ არარეგულარული და არასაკმარისია. ჩინეთის არმიის უმაღლესი სარდლობა ამჟამად მზარდი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დგას. კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ სი ძინპინის სწრაფი გამარჯვების დაპირება არ შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დესანტი წარმატებით განხორციელდა, ჩინეთის არმიას მხოლოდ 2 პატარა და დაუცველი დასაყრდენი აქვს ტაიპეისა და ტაიჩუნგის მახლობლად. მზარდი დანაკარგებისა და იმედგაცრუების ფონზე სი ძინპინი კონფლიქტის სწრაფ დასრულებას მოითხოვს. საპასუხოდ ჩინეთის არმიის უმაღლესი სარდლობა ბრძანებს მასშტაბური შეტევის დაწყებას დასავლეთის მიმართულებით ტაივანის დედაქალაქზე. ამასობაში ამერიკელები კიდევ ერთი სტრატეგიული დილემის წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ლოჯისტიკაზე თავდასხმის შედეგი აქვს, LRASM-ის მარაგების ამომწურვამ სანაპირო ზოლის მომარაგების კამპანია მოსალოდნელზე მეტად შეანელა. ვაშინგტონის პერსპექტივიდან გამომდინარე შესაძლოა დიდი ცდუნება იყოს ბრძოლა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე გადაიტანონ, აღმოსავლეთ პროვინციებში სამიზნეებზე დარტყმებით. ასეთი კურსის ფსიქოლოგიური მამოძრავებელი ფაქტორები არსებობს. იაპონიასა და გუამში აშშ-ს ბაზებზე თავდასხმების შედეგად მიყენებული დამცირების აქტები და ჩვენ სცენარში პრეზიდენტ ტრამპის ტემპერამენტი, რომელიც ჩვენი დროის პერლ ჰარბორისთვის შურისძიებას მოითხოვს. აშშ-ს ასევე აქვს დაახლოებით 6000 JSM-ER ტიპის რაკეტა თავის საწყობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღი არ არის განკუთვნილი საზღვაო სამიზნეებისთვის, ისინი კარგად არის დამუშავებული საჰაერო ბაზების, პორტების და სხვა კონტინენტური ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომლებიც მხარს უჭერენ შეჭრას. თუმცა არსებობს სერიოზული შეზღუდვები. აღმოსავლეთ ჩინეთში დიდი რაოდენობით გამაგრებული თვითმფრინავების თავშესაფრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმები სავარაუდოდ ასაფრენ ბილიკებსა და ავიაციის ლოჯისტიკაზე იქნება კონცენტრირებული და არა უბრალოდ ადგილზე მყოფი ჩინური თვითმფრინავების განადგურებაზე. შედეგად დარტყმების გავლენა მატერიკზე სავარაუდოდ დროებითი იქნება. მით უმეტეს, რომ ჩინეთს შეუძლია ოპერირება განახორციელოს თავისი ტერიტორიის სიღრმეში არსებული ბაზებიდან. მატერიკზე თავდასხმა ასევე პოლიტიკურად და ოპერატიულად სარისკოა. ამერიკული სარდლობა თავად ჩინეთზე თავდასხმებს სრულმასშტაბიან ომთან, თუნდაც ბირთვულ ომთან ახლოს მყოფ ესკალაციის ნაბიჯად მიიჩნევენ. ჩვენ სცენარში გადამწყვეტი ფაქტორი პრეზიდენტ ტრამპის ტემპერამენტია. შურისძიების მოთხოვნით ჩვენი დროის პერლ ჰარბორით შეერთებული შტატები შეზღუდულ კონტინენტურ კამპანიას ირჩევს. JSM და ტომაჰავკი ტიპის რაკეტები გამოიყენება მხოლოდ შეჭრასთან დაკავშირებული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ჯარების დესანტირებისთვის გამოყენებული პორტის ნავმისადგომები, ტაივანზე თავდასხმების განხორციელებელი საჰაერო ბაზები, ასაფრენი ბილიკები და სავალი გზები. ასევე შეჭრის
მხარდამჭერის საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობები. განზრახერიდებიან მაღალი დონის სამეთაურო ცენტრებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც ფართო სტრატეგიულ სამიზნედ იქნება მიჩნეული და სავარაუდოდ პეკინის მხრიდან მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს. მიზანი პეკინზე შურისძიებაა. ჩინეთის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის შენელება და ტაივანში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გაძლიერების ტემპის შენელება. პოლიტიკური და სტრატეგიული ესკალაციის მინიმუმამდე დაყვანასთან ერთად. ტაივანისთვის დაუყოვნებელი შედეგი ხანმოკლე ამოსუნთქვის მიზეზი გახდება. სანაპირო ზოლში საბრძოლო მასალისა და საწვავის მიწოდება ეცემა, თუმცა საერთო სამხედრო ზეწოლა გრძელდება. ეს ვარიანტი ამცირებს ბირთვულ ომში დაუყოვნებელი გადასვლის შანსს, თუმცა ამ რისკს მთლიანად არ გამორიცხავს. ჩინეთის მრავალი გამაგრებული საჰაერო თავშესაფრისა და თვითმფრინავების შიდა ბაზებიდან მართვის შესაძლებლობის გამო ჩინეთის საჰაერო ძალების დანაკარგები გადამწყვეტი არ იქნება. აღმოსავლეთ პროვინციებში ასაფრენი ბილიკებისა და ლოჯისტიკური გზების შეკეთების დრო მოკლეა. უფრო მძიმე ზეგავლენა ჩინეთის დამპყრობელ ფლოტზე იქნება. პორტებზე, განსაკუთრებით სიამენზე, კუანჯოუსა და ფუჯოუზე დარტყმები ანადგურებს ზოგიერთ ბორანს და სადესანტო გემს ჩატვირთვის დროს. პორტის განტარუნარიანობის შემცირება აიძულებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას გამოიყენოს უფრო პატარა ნავსადგურები და იმპროვიზირებული სადესანტო პორტები, რაც ზრდის ლოგისტიკურ ქაოსს და ახანგრძლივებს ტრანსპორტის ბრუნვის დროს სრუტეში. აშშ-ს დარტყმებით შოკირებული პეკინი ამაღლებს თავისი ბირთვული ძალების მზადყოფნას და იმუქრება კონტრშეტევებით აშშ-ს მატერიკზე. საბოლოოდ სი ძინპინი თავს არ იდებს პირდაპირ სტრატეგიულ ესკალაციას და ბრძანებს გაძლიერებულ დარტყმებს იაპონიასა და გუამზე. აშშ-ს ბაზებზე თავდასხმებს, რომლებიც იქ არასაკმარისი გამაგრებული თავშესაფრების გამო სერიოზულ ზიას აყენებს ამერიკულ ძალებს. ტაივანისთვის ბრძოლის მეორე და მესამე კვირის მოვლენები ერთ რამეს ნათელს ფენს. ლოჯისტიკა ომის დედოფალია. მოკავშირეთა თავდასხმებმა ჩინეთის სატრანსპორტო ფლოტსა და კონტინენტურ პორტებზე ჩინეთის საზღვაო ძალების ჯამური დანაკარგები დაახლოებით 60%-მდე გაზარდა, რაც კრიტიკული ზღვარია. ამ წერტილის მიღმა ჩინეთის შემოჭრის ძალა მარაგების მწვავე დეფიციტის ზეწოლას გრძნობს. ჩინეთის სახალხო დემოკრატიული არმია სრუტეში ახალ ჯარებს აღარ აგზავნის. ის მხოლოდ კუნძულზე უკვე მყოფი ჯარისკაცების მომარაგებაზეა ორიენტირებული. ტაივანზე ამჟამად დაახლოებით 50,000 ჩინელი ჯარისკაცი იბრძვის, რომლებიც 200,000-მდე ტაივანელ ჯარისკაცს უპირისპირდებიან, რომლებსაც ასევე 2 მილიონი რეზერვისტის პოტენციური მობილიზება ჯერ კიდევ წინა აქვთ. საბოლოოდ ხმელეთზე ვითარება ჩინეთის წინააღმდეგ იცვლება. ჩინეთის არმიის შეტევა ტაიპეის მიმართულებით შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა ჯარებმა მოახერხეს ახალი ტაიპეის ნაწილების დაკავება და სამთავრობო უბნიდან 2 კილომეტრის რადიუსში წინსვლა, მათი ეს სვლა საბოლოოდ შეჩერდა. ერთ მომენტში სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ჩინეთის არმიის მეთაურებმა ტამსუის მდინარეზე გადებული ხიდების დანაღმვა ბრძანეს. თუმცა საბოლოოდ სასტიკი წინააღმდეგობისა და მჭიდროდ დასახლებულ რელიეფში ლოგისტიკური ქაოსის გაუარესების გამო ჩინეთის არმიის შეტევა შეჩერდა. მსგავსი ისტორია ვითარდება ტაიჩუნგის გარშემო, სადაც ჩინეთის არმიამ ადგილობრივი პორტი და ქალაქის დასავლეთ რაიონების ნაწილი დაიპყრო, თუმცა კიდევ ერთხელ წააგო მომარაგების ხაზებისა და ქალაქის ქუჩებისთვის ბრძოლა. ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ კონფლიქტი გარდამტეხ წერტილს აღწევს. ხმელეთზე ჩიხი და მზარდი მომარაგების პრობლემები აიძულებს ჩინეთის არმიას თავდაცვით რეჟიმში გადავიდეს და გააძლიეროს დაპყრობილი ტერიტორიები. თუ ამჟამინდელი დინამიკა გაგრძელდება, ჩინეთის განმათავისუფლებელი არმია არა მხოლოდ ვერ შეძლებს ტაივანის აღებას, არამედ დაკარგავს იმ პლაცდარმებს, რომელთა უზრუნველსაყოფადაც ასეთი დიდი ბრძოლა გასწია. მსხვერპლი ყველა მხარესთვის კატასტროფულია. ჩინეთის არმიამ სახმელეთო ბრძოლებში დაახლოებით 17,000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ზღვაში კიდევ 15,000 თავისი შემოჭრის ფლოტის დიდი ნაწილი, ასე მეტი დიდი გემი და ბორანი, ასევე 150-ზე მეტი თვითმფრინავი. შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 4,000 ჯარისკაცის დანაკარგი განიცადა, თუმცა დაიკარგა თითქმის 450 თვითმფრინავი, 14 დიდი ზედაპირული საბრძოლო ხომალდი და 4 ძალქვეშა ნავი. მოკავშირე იაპონიამ დაკარგა 2,500 პერსონალი, 150 თვითმფრინავი, 14 დიდი საბრძოლო ხომალდი და 1 წყალქვეშა ნავი. ტაივანმა ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა. დაახლოებით 20,000 ჯარისკაცი დაიკარგა, თითქმის მთელი მისი ზედაპირული ფლოტი და საბრძოლო საჰაერო ძალების უმეტესი ნაწილი. გადარჩა მხოლოდ ის თვითმფრინავები, რომლებიც ჩიანშასა და შიზის შანსში იმყოფებოდნენ. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩინეთის მიერ გუამზე დარტყმისა და ჩინეთის მატერიკულ ნაწილზე აშშ-ს საპასუხო თავდასხმების შემდეგ ომი ტაივანის კონფლიქტს გასცდა. ახლა ის აშშ ჩინეთის პირდაპირ დაპირისპირებად იქცა ბირთვულ ომში გადაზრდის მზარდი რისკით. ამ დაძაბულ ატმოსფეროში პეკინი და ვაშინგტონი რთული არჩევანის წინაშე დგანან. ამ მომენტში პეკინს შეუძლია მშვიდობისკენ სწრაფვა დაიწყოს და ტაივანიდან თავისი ძალების გაყვანა დაიწყოს. ნაბიჯი, რომელიც სავარაუდოდ სი ძინპინის მმართველობას დაასრულებს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შიდა ქაოსს ჩააგდებს. თუმცა ალტერნატივად პეკინმა შესაძლოა აერჩიოს კიდევ უფრო ძლიერი ესკალაცია, მაგალითად ტაივანის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული დარტყმების გამოყენებით.
დარტყმებით. ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა აშშ აიძულოს ტაივანში ჩინეთის დასაყრდენ პოზიციებზე ტაქტიკური ბირთვულის დარტყმების უპასუხოს, რაც ბირთვული ესკალაციის უკონტროლო სპირალის რისკს კატასტროფულ ზღურბლამდე მიიყვანს. ჩინეთის გადაწყვეტილების მიუხედავად შეერთებულმა შტატებმა გამოფიტვის ომში გამარჯვების ფაქტის მიუხედავად შესაძლოა ესკალაციაც განიხილოს. ვაშინგტონში ქორული პოზიციის მომხრეებს შეუძლიათ კონფლიქტის გაფართოება ჩინეთის მატერიკზე უფრო ღრმა დარტყმებით, რაც სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დამხობის შანსად შეიძლება აღიქვან. თუმცა ასეთი ნაბიჯი მსოფლიოს კიდევ ერთხელ ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანს. ამგვარად ჩვენი სცენარი სტრატეგიულ ჩიხში შედის. ჩინეთის შემოჭრა გრძელდება. ამერიკელები მეთოდურად ანადგურებენ ჩინეთის არმიის სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს, რითაც მტკიცედ უჭერენ ხარს ტაივანის დამცველებს ხმელეთზე. ზღვაში აშშ-ს საზღვაო ძალები დისტანციურ ბლოკადას აწესებენ. მალაკას, სუნდას, ასევე ინდონეზიისა და ფილიპინების სრუტეები ჩინეთის საზღვაო ფლოტისთვის დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი მარაგი თვეების განმავლობაში საბრძოლველად და ინარჩუნებს ახმელეთო წვდომას რუსეთის გავლით, საზღვაო ბლოკადა მისი ეკონომიკის გულს ურტყამს. შედეგად ჩინეთის ამფიბიური კამპანიის გრძელვადიანი პერსპექტივა სულ უფრო და უფრო უპერსპექტივო ხდება. მაშ ასე, რა სტრატეგიული გაკვეთილები შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ სცენარიდან? ლოჯისტიკა განსაზღვრავს ომის შედეგს. ჩვენი სამხედრო სიმულაციის შედეგები, ისევე როგორც სხვა მრავალი, ნათლად აჩვენებს, რომ ტაივანისთვის ომი უპირველეს ყოვლისა ლოჯისტიკური ბრძოლა იქნება. ჩინეთს არ გააჩნია საკმარისად დიდი ამფიბიური გემების ფლოტი, რათა გაუძლონ ტაივანში შეჭრას. შედეგად ჩინეთის სახალხო არმია გრძელად უზარმაზარ სამოქალაქო სატრანსპორტო ფლოტზე უნდა იყოს დამოკიდებული. თუმცა ეს ხომალდები არ არის შეჯავშნული და შედარებით მარტივ სამიზნეებს წარმოადგენენ. ჩინური პლაცდარმების გასანადგურებლად სატრანსპორტო ფლოტის განადგურებაზე კონცენტრირება იქნება საჭირო. ეს ამერიკის ომის ხარჯებს შედარებით დაბალ ხდის, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მას საკმარისი შორი მოქმედების ხომალდსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა ექნება. აშშ-ს წყალქვეშა ნავები სასიცოცხლო როლს ასრულებენ, მაგრამ საჰაერო ძალებიც არანაკლებად გადამწყვეტია. აშშ-ისთვის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი სპეციალიზებული LRASM რაკეტების შეზღუდული მარაგი, სულ რაღაც 450 ერთეულია. ამერიკის კრიტიკული სისუსტე, ბაზების დაუცველობა. ამერიკის საჰაერო დანაკარგების დაახლოებით 90% კონფლიქტის პირველ საათებში ხორციელდება. იაპონიასა და გუამში მდებარე აშშ საჰაერო ბაზებს არ აქვთ საკმარისი გამაგრებული თავშესაფრები, რაც მათ ჩინეთის არაკეტო დარტყმების მიმართ მაღალ დაუცველობას ავლენს. ეს სისუსტე წლების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა მის გამოსასწორებლად ცოტა რამ გაკეთდა. ტაივანიდან 1000 საზღვაო მილის რადიუსში მხოლოდ 2 გამაგრებული თვითმფრინავის თავშესაფარი აშენდა, რაც ძალიან ცოტა რაოდენობაა განლაგებული აქტივების დასაცავად. იაპონია დაუძირავი ავიამზიდი. იაპონიის როლი კონფლიქტში აბსოლუტურად გადამწყვეტია. მის გარეშე ტაივანის დაცვა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ტაივანიდან სულ რაღაც 600 კილომეტრში მდებარე ოკინავაზე მდებარე კადენას მსგავსი ბაზები ამერიკულ თვითმფრინავებს დღეში რამდენიმე გაფრენის საშუალებას აძლევს. მათ გარეშე საჰაერო ძალებს მოქმედება 2700 კილომეტრის დაშორებით მდებარე გუამიდან მოუწევთ, რაც ლოჯისტიკური კოშმარი იქნება. ეს ასევე აიძულებდა აშშ-ს პირველივე დღიდან თავისი ავიამზიდები განეთავსებინა ზედმეტად ახლოს, რაც თითქმის გარანტირებულად მათ სულ მცირე ერთის დაკარგვას ნიშნავს. ასევე აღსანიშნავია, რომ იაპონურ ბაზებს იგივე გამაგრებული თავშესაფრების ნაკლებობა აწუხებთ, რაც მათ ჩინეთის არაკეტო დარტყმების მიმართ მაღალ რისკს უქმნის. ტაივანის გეოგრაფია დამცველის სასარგებლოდ მოქმედებს. ჩვენი სამხედრო სიმულაცია აჩვენებს, რომ წარმატებული ამფიბიური დესანტიც კი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის პრობლემების მხოლოდ დასაწყისია. ტაივანის სანაპირო ზოლი ძალიან ცოტა პლაჟს გვთავაზობს, რომლებიც ფართომასშტაბიანი დესანტისთვის შესაფერისია, ხოლო მათ მიღმა არსებული რელიეფი, მდინარეები, ქალაქები და მთები დამცველების სასარგებლოდ მოქმედებს და ნებისმიერ წინსვლას ანელებს. საწყისი წარმატებების, სანაპირო ზოლის პორტებისა და აეროდრომების დაკავების მიუხედავად ჩინეთის არმიის შეტევა სწრაფად ჩაიშლება. ჩინეთის ძალები ახალი ტაიპეისა და ტაიჩუნგის სასტიკ ურბანულ ბრძოლებში მოექცევიან. ტაივანის მცველებმა ოსტატურად გამოიყენეს რელიეფის საკუთარი უპირატესობისთვის, მაგალითად ააფეთქეს ხიდები ტასმუის მდინარეზე ბუნებრივი თავდაცვითი ხაზების შესაქმნელად. ტაივანი აბსოლუტური ერთგულება საკუთარი თავდაცვის მიმართ. ეს შეიძლება აშკარად ჩანდეს, მაგრამ ადვილია მისი უგულებელყოფა. ტაივანის გადარჩენა დამოკიდებულია მის მტკიცე გადაწყვეტილებაზე იბრძოლოს პირველივე დღიდან. ტაივანელმა სამხედროებმა დაუნდობელი თავდაცვა უნდა აწარმოონ, მუდმივად შეავიწროვონ ჩინეთის არმიის სანაპირო პლაცდარმები, დაარტყან ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ძირითად პორტებსა და აეროდრომებს და შეძლების დაგვარად განახორციელონ ადგილობრივი კონტრშეტევები. ადგილზე აქტიური და ორგანიზებული წინააღმდეგობის გარეშე აშშ-ს დარტყმის ჩინეთის ლოჯისტიკაზე მცირე რეალური ეფექტი ექნებოდა. ტაივანს გააჩნია რესურსები, რელიეფი და ტაქტიკა, რათა ჩინეთის არმიას მძიმე დანაკარგები მიაყენოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საბრძოლო სულისკვეთება და ბრძოლის სურვილი.
ტაივანის კონფლიქტი შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიზარდოს ბირთვულ ომში. უკრაინისგან განსხვავებით, ტაივანის შემთხვევაში პროქსი ომის მოდელის გამოყენება შეუძლებელია. შეერთებული შტატები ომის პირველივე დღეებიდანვე პირდაპირ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. პეკინი ამას ხვდება. სწორედ ამიტომ სამხედრო წვრთნების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ჩინეთის არმია დაუყოვნებლივ დაარტყამს აშშ-ს ბაზებს იაპონიასა და გუამში. ასეთმა სცენარმა შეიძლება ორივე მხარე რაციონალური გათვლების მიღმა დააყენოს. როგორც კი დარტყმები და კონტრშეტევები დაიწყება, კონფლიქტი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს უკონტროლო ბირთვულ ესკალაციაში. ტაივანის ომი კატასტროფა გამარჯვებულის გარეშე. იმ სცენარებშიც კი, როდესაც ტაივანი საბოლოოდ გადარჩება, ეს პიროსის გამარჯვებაა, რომელიც მიღწეულია ყველა მხარისთვის უზარმაზარ ფასად. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კარგავენ ათობით გემს, ასობით თვითმფრინავს და 10,000-ობით ჯარისკაცს, რაც ასუსტებს მათ გლობალურ სტატუსს მომდევნო წლების განმავლობაში. ტაივანი, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს ავტონომიას, კატასტროფულ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ზიანს განიცდის. ამასობაში ჩინეთი დამანგრეველ დანაკარგებს განიცდის. მისი საზღვაო ფლოტი განადგურებულია. მისი ამფიბიური ბირთვი განადგურებულია და ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა ან ტყვედ ჩაბარდა. ყოველივე ამან შეიძლება შეარყიოს კომუნისტური პარტიის მმართველობის სტაბილურობა. უარესი ის არის, რომ ტაივანთან დაკავშირებული კონფლიქტი მსოფლიოში წამყვანი მოწინავე ნახევარგამტარების მწარმოებელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვევს უპრეცედენტო გლობალური მიწოდების ჯაჭვის დარღვევებს, რაც ისტორიული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის საფუძველი იქნება. ჩინეთისთვის ტაივანში შეჭრა ძალიან ძვირია, სტრატეგიული მოთმინება როგორც ალტერნატივა. სამხედრო სიმულაციების უმეტესობა ერთნაირად მთავრდება ჩინეთის მარცხით. ჩვენ სცენარში გამოყენებული ჩინეთისთვის ოპტიმისტური ვარაუდების გათვალისწინებითაც კი ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ ციური იმპერია ჩიხში აღმოჩნდება უზარმაზარი დანაკარგებით, განსაკუთრებით მისი ამფიბიური ფლოტისთვის. წარუმატებელმა შეჭრამ შესაძლოა ჩინეთის შიდა დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. პეკინი სავარაუდოდ ხვდება, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრა შესაძლოა ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევის საუკეთესო გზა არ იყოს. უფრო უსაფრთხო ალტერნატივები შეიძლება მოიცავდეს საზღვაო ბლოკადას ან შეზღუდულ ოპერაციებს ახლომდებარე კუნძულების ჯაჭვების, როგორიცაა კინმენი ან პესკადორესი წინააღმდეგ. ეს შეზღუდული ნაბიჯები ვაშინგტონს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. აშშ-ს მოუწევს პირველი გასროლის შესრულება და ისიც არა ტაივანის პირდაპირ დასაცავად. ამის გამართლება ამერიკის საზოგადოებისთვის ძალიან რთული იქნებოდა. შესაძლოა მაშინ ჩინეთისთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს ამის კეთება, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. მოცდა. ისტორიულად ჩინეთის სტრატეგიული მოთმინებით გამოირჩეოდა. ტაივანის შემთხვევაშიც დრო შეიძლება პეკინის სასარგებლოდ მუშაობდეს. ტრამპის ადმინისტრაცია იზოლაციისკენ მიიწევს. ბევრ ალიანსს ტვირთად და არა აქტიურად მიიჩნევს და ცდილობს მათ ხელახლა განსაზღვრას. ეს ეხება აშშ-სა და ტაივანს შორის ურთიერთობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დღესაც ტაივანურ ნახევარგამტარებზეა დამოკიდებული, ვაშინგტონი ცდილობს ამ დამოკიდებულების დასრულებას ჩიპების შიდა წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებით. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, აშშ-ს მომავალმა ადმინისტრაციებმა შესაძლოა ტაივანის დაცვის ხარჯებისა და სარგებლის ბალანსის გადაფასება დაიწყონ. დროთა განმავლობაში მოთმინება შეიძლება პეკინის უდიდეს იარაღად იქცეს. გაერთიანების მიღწევა არა შეჭრით, არამედ შეუპოვრობითა და გლობალური რეალობის ცვლილებით. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, თუ მოგეწონათ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი საწყისი მოლოდინები და ბოლოსკენ რას ფიქრობთ უკვე. და საერთოდ ზოგადად, რას ფიქრობთ ჩვენ ვიდეოებზე.